საღონისძიებო სივრცე შუაგული შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციამ 14 თებერვალს გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე წლის ლიდერ კომპანიად დაასახელა. გულის ფორმის კუნძული ტბაში 7 განსხვავებული საღონისძიებო სივრცეს აერთიანებს და 3 ჰექტარზე გეტყვით რომ გაშენებულია ოაზისი თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე. თუ რას ეკვლისებს გვთავაზობ შუაგული, ახლა ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ. სიამოვნებით წარმოგიდგენთ B&G ჯგუფის დამფუძნებელს გვანცა მიქუჩაძეს და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლანა ბლიაძეს, რომელსაც მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, ეს წარმატება. ნამდვილად დამსახურებული და მნიშვნელოვანი ჯილდოა კომპანიისთვის და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, ალბათ იდეით, საიდან გაჩნდა შუაგულის შექმნის იდეა და როგორ შეასყეთ შემდეგ ამ ყველაფერს ფრთები. და დღეს უკვე რას თავაზობს სტუმრებს ეს სივრცე. პირველ რიგში მადლობა თაკო ზორა მოწვევისთვის. ძალიან კარგი გარემოა თბილი და ისეთ თბილ ბრენდზე უნდა ვისაუბროთ ზუსტად აი ამ გარემოში როგორიც შუაგულია. შუაგულის ისტორია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. როდესაც აი ამ ტერიტორიაზე, სადაც შუაგულია, გავაშენეთ ოჯახმა დეკორატიული მცენარეების ბაღი. სანერგე. შემდგომში აი მწვანე გარემომ და ძალიან ლამაზმა სიმწვანემ მოგცა ინსპირაცია ასევე ტბამ და კუნძულმა გულის ფორმის, რომ ჩვენი სივრცე გვექცია ღონისძიებებისთვის ძალიან ასე ვთქვათ სასურველ სივრცეთ გაგვეშენებინა სხვადასხვა ტიპის სივრცეები, რომლებიც მასპინძლობს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორებიც არის კორპორატიული ღონისძიებები, ქორწილი, განსაკუთრებით კიდევ ქორწილებისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ჩვენი სივრცე, იმიტომ რომ ეს პოპულარულობა, რაც გულის ფორმის კუნძულმა გამოიწვია და ინტერესი საზოგადოებაში, აი ამ მიმართულებით ძალიან აქტუალური გახდა და ჩვენი უკვე ძალიან ბევრი ასეულობით პატარძლის და ქორწილების, ასე ვთქვათ, ძალიან მისაღები და საყვარელი სივრცე გახდა. გარდა ამისა, არაერთი შთამბეჭდავი ლოკაციაა ნამდვილად ამ სივრცეში და შესაბამისად გასაგებიც არის თუ რატომ არის ამხელა მოთხოვნა. მე ვინც არ იცნობს შუაგულს, მაყურებელი ახლა ხედავს კადრებს და იმ სივრცეებს, რომელსაც წარმოადგენს შუაგული და ითავსებს ყველაფერთან ერთად და დღეს ეს მეხსიერებაზე ვსაუბრობდით და ადამიანი ვინც ერთხელ არის ნამყოფი ამ სივრცეში არ ამგონია ოდესმე მის მეხსიერებიდან ამოვარდეს ეს ადგილი. ლანა, შუაგული დღეს ასოცირდება ყველაზე შთამბეჭდავ გრანდიოზულ ქორწილებისთვის, მათ შორის განკუთვნილ სივრცეთ. შენი აზრით რა არის ის მთავარი საიდუმლო, რამაც განაპირობა ეს მოთხოვნა ადამიანებისგან? ზორა, მიხარია რომ მოგესალმებით პირველ რიგში, მიხარია რომ აღნიშნე შენც ეს ამბავი, იმიტომ რომ როდესაც წყვილები გეგმავენ ქორწილს, პირველ რიგში ახსენდება სრულიად ლეგიტიმურად შუაგულის სივრცე. და რატომ მხოლოდ ეს ვიზუალზე არ არის საუბარი, ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს და უპირატესობა. მათ შორის ის, რომ როდესაც წყვილი გეგმავს ქორწილს, პირველ რიგში არჩევს რას? ეს გასტრონომიური ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი სად უნდა იყოს, ანუ სარესტორნო სივრცე. შემდეგ სჭირდება აუცილებლად ხელის მოწერის ცერემონიალი და სჭირდება აუცილებლად ფოტოზონა, ანუ ფოტოსესია სად მოაწყობენ. და ძალიან რთულია ხოლმე, რომ ეს სამივე კომპონენტი ცალ-ცალკე დაგეგმოს სადღაც. შუაგულს აქვს ეს უპირატესობა, რომ თუ აარჩევ შუაგულს, ყველაფერი შეგიძლია ერთ სივრცეში გააკეთო. ფოტოსესიაც, ხელის მოწერის ცერემონიალიც, შემდეგ სარესტორნო სივრცეებშიც განთავსდეთ და აი აქაც კი მრავალფეროვნებაა და ის მომწონს მე ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ხო გარკვეულ ხასიათს ვაძლევთ ჩვენს ქორწილს, ხო? ჩვენს ღონისძიებას როგორი უნდა იყოს. როდესაც მოდიან შუაგულში, შუაგულის არაჩვეულებრივი მენეჯერები უხსნიან, რომ თუ თქვენ გინდათ კლასიკური, ესეთი პირდაპირი გაგებით, ასე ვთქვათ, ქორწილი, გთავაზობთ ჩვენს მთავარ დარბაზს, ეს არის კრემის ფერფერებში გადაწყვეტილი, ძალიან დახვეწილი, თავისი ბროლის ჭაღებით, სადაც 60-50-მდე პერსონა თავსდება. თავაზობთ ამ სივრცეს. თუ შედარებით მოგრძალებული ქორწილი უნდა, მაშინ თავაზობთ პანორამულ დარბაზს, რომელსაც საოცარი ხედები აქვს ტბაზე, გულის ფორმის კუნძულზე და ასევე ორნამენტები, რომელიც ქორწილს ძალიან უხდება. მაგრამ ბოლო დროის ტენდენციები არის, რომ ქორწილი გადავიხადოთ ღია სივრცეში და საქართველოში სამწუხაროდ ამის არჩევანი არ გქონდა არც თუ ისე დიდი. თავისი რისკებიც ახლავს თავს, მაგრამ ჩვენთან ხდება რა? გვაქვს ნახევრად დახურული სივრცე, სადაც კი ბატონო, შეგვიძლია გამოვიყვანოთ. გვაქვს სივრცე ასევე აუსთან, რომელიც საოცარ ფერს მატებს და ესეთი ევროპული ქორწილი თუ გვინდა, შეგვიძლია აქ გადავიხადოთ ღია სივრცეში შეგვიძლია. მოკლედ, რისი თქმა მინდა, შუაგულში არის აბსოლუტურად ყველაფრის არჩევანი. მთავარია წყვილი მოვიდეს და შემდეგ იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ისეთი ჯგუფი ყავს შუაგულ საორგანიზაციო
სიტუაცია, რომ უბრალოდ წყვილი უნდა მოვიდეს და თქვას, რომ მე მინდა ქორწილი. დანარჩენი დაწყებული შოუ პროგრამიდან, მენიუდან, არ ვიცი, ტორტის გაჭრის ცერემონიალიდან, ფოიერვერკებიდან, ყველაფერს აგვარებს ჯგუფი და ეს არის უდიდესი ფუფუნება დღეს, იმიტომ რომ ხო იცით რა მხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფრის დაგეგმას და ამ სივრცეში არის ყველაფერი, ერთადერთი განსახუმრობს ხოლმე ეკლესიის გარდა გვაქვს ყველაფერი. ჯვარი უნდა დაიწეროთ, შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან და ყველაფერს მივხედავთ ჩვენ. მოწარის რიტუალით დაწყებული და გაგრძელებული უკვე ასე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი გართობის ნაწილი რაც არის, ოკეი, შეგვიძლია რომ ვთქვათ აღნიშნოთ შუაგულის სივრცეში. გვანცა ასევე ახლოვდება გამოსაშვები საღამოების სეზონი და ამ მიმართულებით საინტერესო რა შეთავაზებები აქვს შუაგულის სივრცეს. გამოსაშვები საღამო ნამდვილად ერთ-ერთი ის მოგონებაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მე სულ ვიხსენებთ ხოლმე და ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალური არის, რომ შეარჩიოს ასე ვთქვათ, ჯგუფმა ის სივრცე, რომელიც ყველა იმ მომსახურებას, აი რაც ვანემ ჩამოთვალა, როგორც ლამაზი სივრცეების და ამ არჩევანის ნაწილში, ასევე გასტრონომიული მიმართულებით, აქვე უნდა აღვნიშნო ერთ-ერთი უპირატესობა, რაც არის ასევე, რომ დარჩენის შესაძლებლობაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 15 წუთის სავალგზაზე არის შუაგული და რეალურად ძალიან ახლოს არის, მაინც აი საღამოს ახალგაზრდებს ხშირად უჩნდებათ. საინტერესო რა რაოდენობის სტუმარს მასპინძლობს შუაგული ამ დარჩენის კუთხით? დარჩენის კუთხით ამ შემთხვევაში კოტეჯები, რომლებიც არის ჩვენი პარტნიორი კომპანია, იქ კლასი ჯგუფი, ვინც არის თავისუფლად შეუძლია რომ მოთავსდნენ, განთავსდნენ და ამ ნაწილში არ იქნება ასევე აუზი, რომელიც ასევე უყვართ და მოსწონთ. მეორე დღესაც აქვთ ხოლმე სურვილი რომ დარჩნენ და ამ სერვისითაც ხშირად უსარგებლიათ წინა პერიოდებში, ესეც ძალიან დიდი ბენეფიტია. ასევე მე მომისმენია ხშირად მშობლებისკენ ის შიშები და რისკები, რომ ეს ახალგაზრდა ასე ვთქვათ, ადამიანები ტრანსპორტირების ნაწილში, აი ახლა უნდათ ფოტოები გადაიღონ, წავიდეთ ერთ სივრცეში, მეორე ზუსტად ეს არის ჩვენი უნიკალურობა, რომ 3 ჰექტარი და ეს განსხვავებული ტიპის სივრცეები ისე არის ინტეგრირებული და ისეთ მყუდრო გარემოს ქმნის, გზაში ვფიქრობდი ზუსტად, რომ რა არის ჩვენი უნიკალურობა და კიდევ უპირატესობა, რომ მიუხედავად ამ დიდი სივრცისა და ტერიტორიისა, ტბის გარშემო ისე არის არქიტექტურა და ისე არის განაშენიანება, რომ მაინც ძალიან მყუდროა და მაინც ძალიან სასურველია და ყველა სტუმარი, ვინ შემოდის ჩვენ სივრცეში, აღნიშნავს ხოლმე, რომ რაღაც ძალიან კარგი აურაა და წასვლის სურვილი აღარ აქვს ხოლმე და მე აღნიშნავი, რომ ის სულ გვინდა რომ კიდე დავბრუნდეთ და რა წვეულებასაც გეგმავთ, სულ გვახსენდება ჩვენი ლოიალური სტუმრები, ამას აღნიშნავენ შუაგული. ყველა დღესასწაული თქვენთან მინდა აღვნიშნოთ და ეს ალბათ ყველაზე დიდი შეფასებაა, რაც ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის გამოწვევა, რაც წინა პერიოდში იყო, რეალურად არაფერი არ იყო ამ ტერიტორიაზე, ამით უნდა დამეწყო, ხო? ეს იყო ტრიალი მინდორი, აბსოლუტურად უკაცრიელი, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი განაშენიანება და აი ესე რაღაცნაირად ჭველი გიჟური იდეა, რომ აი ამ სივრცეში ეს გაგვეკეთებინა. კი, აი არ ვიცი, არ შემიძლია არ თქვა, რომ ეს მთელი წლების განმავლობაში სულ გქონდა ეს მე და ჩემს მეუღლეს, რომ რას ვაკეთებთ, სად ვაკეთებთ, რა ადგილას და არადა რეალურად ძალიან ლამაზი ადგილია და გულდასაწყვეტი იყო, რომ არაფერი არ ხდებოდა ამ ტერიტორიაზე და დღეს რო შუაგულმა გააჩინა ეს მიზიდულობა და აუცილებლად წეღან ვამბობდი უნდა აღვნიშნო, რომ ის გზაგრუნტიანი გზა რაც იყო და ის რო ჩვენ წელს უკვე ამ სეზონისთვის ასფალტირებული გზა გვექნება და აი ამ თითქოს უმნიშვნელო 5-7 წუთსაც კი შეუმცირებს ჩვენამდე ასე ვთქვათ მოსვლის, ეს ძალიან დიდი კომფორტია და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დასაქმებული ყავს იქ ადგილობრივი საკმაოდ ბევრი თანამშრომელი და ეს გზის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ დასაქმებული თანამშრომლებისთვისაც და სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ნაწილში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ წელს უკვე შეგვიძლია ესეთი კომფორტული მისასვლელი გზით ისარგებლონ ჩვენმა სტუმრებმა. ძალიან კარგი იდეას ფთები შეგვიძლია. ლანა, დასაწყისში 7 სივრცეზე ვსაუბრობდით, 7-ივე განვიხილეთ, თუ კიდევ დაგვრჩა. მაშინ უნდა ასროთ აუცილებლად და შემდეგ უკვე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც გავაკეთოთ აქცენტი აუცილებლად სანამ მოვრჩებით. 7 სივრცეს ვამბობთ ოფიციალურად, მაგრამ მე რო ვითვლით ხოლმე და ვფიქრდებით 7-ზე გაცილებით. აი ნახეთ როგორ არის, ეს არ არის, ამიტომ დავარქვით საღონისძიებო სივრცე. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ქორწილებისთვის, კორპორატიული ღონისძიებებისთვის, დაბადების დღეებისთვის. ეს არის უბრალოდ აი ოჯახიც შეუძლია რომ ჩამოვიდეს და ერთი ბედნიერი დღე გაატაროს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა ხდება დედაქალაქში, ხო, როგორი ქაოსი
მსგავსია, ყველგან საცობია, მუდმივი აურზაურია. ზუსტად დედაქალაქიდან 15 წუთის სავალ გზაზე შემოდიან შუაგულში და ავიწყდებათ ყველანაირი ქაოსი, იმიტომ რომ სიმშვიდეა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის, სიმწვანეა, ტბა თავისას შვება და თავის ეშხს მატებს. სხვათა შორის ამ ტბაში თევზაობაც კი შესაძლებელია და თევზაობენ ხოლმე. გარდა ამისა, აი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი დედაქალაქში ავითვისეთ უკვე ყველაფერი, ზოოპარკში ვიყავით, იქ ვიყავით, აქ ვიყავით, საწავიყვანოთ ბავშვი ხომ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის ცალკე მასტერკლასები ტარდება, როგორც გასტრონომიური მიმართულებით, ასევე თემატური მიმართულებით, ასევე მცენარეების მოვლას ვასწავლით და სხვათა შორის ბევრმა არ იცის, მეც გვიან გავიგე ეს ამბავი, რომ ჩავერთე შუაგულის გუნდში, რომ კონტაქტური ზოოპარკიც კი არის. იცოდით თქვენ შუაგულში? არაერთხელ ყოფილვართ ამ სივრცეში. კი, აი ეკოტური, რომელიც ახლა გზაში ვეუბნებოდი ზუსტად ფლანას, ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი პროდუქტი გახდა და სკოლების, ასე ვთქვათ, ჯგუფები ძალიან აქტიურად ვსტუმრობენ ეკოტურის ფარგლებში, ზუსტად ეს კონტაქტური ზოოპარკი ძალიან საინტერესოა და აი რომ ვხედავთ ბავშვების ბედნიერ თვალებს, კურდღელთან, ხეებთან, ხო, აი ამ შეხების და თავის ხელით რომ აჭმევენ აიღოთ გეზი. ის გეგმებზე ძალიან მოკლედ დრო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, მით უმეტეს ცხელი სეზონი მოგვიახლოვდა, საინტერესოა როგორია ცხელ სეზონში გადატვირთულია ხოლმე, მაგრამ ცხელ სეზონამდე რა ხდება, ისიც გითხარით. გაიფალისწინონ. მოკლედ ჩვენ არ ველოდებით ზაფხულს. ზაფხულში არის იდეალური შუაგული და არ სჭირდება ზედმეტი წახალისება, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი ხალხია. აი ამ პერიოდში, როდესაც საზოგადოება შეიძლება ეგონოს, რომ აი შეიძლება ციოდეს და არ გვინდოდეს შუაგულში წასვლა, არ არის ასე, იმიტომ რომ მუდმივად ღონისძიებები, აი ახლაც დაგეგმილია და თუ არ ჩვეწის საღამო, ლაშაღლონტის საღამო, მუდმივად 90-იანების საღამო გვაქვს ალილო და საბედნიეროდ მუდმივად ვსტუმრობენ და თებერვლის თვეზეა საუბარი. აი სამი მარტი მოდის, რო ამარტი მოდის, გადახედოთ და უფრო მეტი დეტალი და ერთ მცირე დეტალზე მინდა აღვნიშნო, აი, როდესაც ასეთ სერვისებზე ვსაუბრობთ ხოლმე, რატომღაც მაინც ყველას უჩნდება კითხვა, რომ ეს ხო არ არის დაკავშირებული მაღალ ბიუჯეტებთან. ანუ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ლოიალური საფასო პოლიტიკა აქვს შუაგულს და აი ამ მიმართულებითაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ასე რომ გვესტუმრეთ. მოკლედ, უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი წარმატება კიდევ წინ გელოდებათ და ყველას დიდი ალბათ ამ წარმატებათა შორის არის იმ ადამიანთა სიყვარული, აი ამ ადგილის და მეორეჯერ და მესამეჯერ სტუმრობა. სიყვარული ატრიალებს დედამიწას, სამყაროს და ამის გარეშე წარმოუდგენელი. აი ესე გულით აშენებული შუაგული და მის წარმატებების შესახებ საუბრობდით ჩვენ.